ირაკლი კობახიძის და ქართული ოცნების განცხადებები, რომ რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს, ეს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ გაკეთებულმა განცხადებამაც დაადასტურა, როდესაც ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ირაკლი კობახიძის განცხადება, სადაც ის მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებს ომის დაწყებაში, ფაქტობრივად მტკიცებულებად მიიჩნია, რომ საქართველო დაადანაშაულონ 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში. ამიტომაც ექსპერტები პირდაპირ ამბობენ, რომ არა მხოლოდ ქართული ოცნება 2008 წლის აგვისტოს ომში სდებს ბრალს ქართულ მხარეს და საქართველოს, არამედ ასეთმა განცხადებებმა და ქართული ოცნების პოლიტიკამ შესაძლებელია საფრთხე არაღიარების პოლიტიკასაც შეუქმნას. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა მოისმინა რა ირაკლი კობახიძის განცხადებები, სადაც ის მიხეილ სააკაშვილს სდებს ბრალს ომის დაწყებაში, პირდაპირ თქვა, რომ სააკაშვილს ჰქონდა მანდატი ესაუბრა და ემოქმედა საქართველოს სახელით, იმიტომ რომ ის იყო საქართველოს პრეზიდენტი და ამიტომაც 2008 წლის ომში დამნაშავედ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ირაკლი კობახიძის კომენტარის საფუძველზე საქართველო გამოაცხადა და თქვა, რომ საქართველომ უნდა აგოს ამ ომის გამო პასუხი. მოგაყვებით მარტო ლოგიკას, თუ რა შეჭირდება ირაკლი კობახიძეს იმის ყალბი მტკიცება ოკუპანტი სახელმწიფოს და არა, რომ ომი დაიწყო საქართველომ და საით მიდის ეს ყველაფერი, ძალიან მარტივად ნახავთ პასუხს ოკუპირებული ცხინვალის მონეტური რეჟიმის განცხადებაში, როდესაც ის გმობს ერთის მაკაბოჭურიშვილის უწყების განცხადებას და როდესაც უწონებს კობახიძეს იმას, რომ დააბრალა ომის დაწყება სააკაშვილს და ეუბნება, რომ შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს ის, რომ საქართველოს უნდა იყოს მხიარებული ამ ომის დაწყებაში, რაც ბუნებრივია ასია, თუ ბრალდება მიდის ქვეყნის იმჟამინდელ პირველ პირზე ომის დაწყებასთან მიმართებაში. მტრის ნარატივის შესაბამისად და შემდეგი ნაბიჯი აქ უკვე არის ოკუპირებული რეგიონების ტერიტორიული გამოკვლევის აღიარება, რა გზაზეც დგას ირაკლი კობახიძე და სახელმწიფო ფორის დაშლა და ეს არის ის მოღალატეობრივი პოლიტიკა, რომელსაც დღეს ქართული ოცნება ახარცულებს საქართველოში სუვერენიტეტის წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ 7 აგვისტოს რუსული ჯარები უკვე საქართველოში იყვნენ და მათ გადმოლახული ჰქონდათ საქართველოს საზღვრები და მიუხედავად იმისა, რომ აგვისტოს პირველ რიცხვებში რუსეთის პროვოკაციების შედეგად ქართულ მხარეს მსხვერპლიც კი ყავდა, ამ ყველაფრის მიუხედავად ირაკლი კობახიძე უკვე მერამდენე წელია, რომ აცხადებს იმას, რომ 7 აგვისტოს სააკაშვილმა დაიწყო ომი და უგულვებელყოფს ისტორიულ ჭეშმარიტებას და ისტორიულ ფაქტებს იმასთან დაკავშირებით, რომ 7 აგვისტოს და 7 აგვისტომდე რუსეთი აწყობდა პროვოკაციებს და რუსული ჯარი უკვე საქართველოში იმყოფებოდა. ოპოზიცია აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძე და ქართული ოცნება ჩვენებას აძლევს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ყოველ ჯერზე რუსეთის სასარგებლოდ. ცხინვალის გამახმაურება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ ვამბობდით ამ დღეებში, რასაც ვამბობდით ბოლო წლების განმავლობაში, რაც არის ის, რომ პირველი ირაკლი კობახიძის რიტორიკა არის სრულ დამხვედრაში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის და მისი სატელიტების რიტორიკასთან. მეორე, ოსები არიან ბევრად უფრო გონიერი, ვიდრე არიან ქოცები. ოსები, რა თქმა უნდა, ხელჩასაჭიდად იყენებენ ყველა იმ მომენტს, რომელსაც მათ სთავაზობს ირაკლი კობახიძე და ირაკლი კობახიძე, რა თქმა უნდა, ყველაფერს იყენებს საქართველოს ინტერესების დასაზარალებლად. ჩვენ ნახეთ, რომ კიდევ ერთხელ უკვე მინიმუმ მე-6-ად ცხინვალის რეჟიმმა აციტირა კობახიძე საკუთარი ინტერესების გასატარებლად და საქართველოს ეროვნული ინტერესების დასასუსტებლად. ესაბამისად, ირაკლი კობახიძე განგრძობითად აძლევს მტერს ჩვენებას საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, ის განგრძობითად თანამშრომლობს საქართველოს ღია და ოფიციალურ მტერთან და ის განგრძობითად ღალატობს თითოეული ქართველის ეროვნულ ინტერესებს. განცხადებები პირველი არ არის ცხინვალის ოკუპირებული რეგიონიდან, მაგრამ როდესაც ამას ეგრეთ წოდებული სახელმწიფოს მეთაური იმეორებს თავად, ეს ცხადყოფს იმას, რომ რუსული რეჟიმის ტიპის ქვეყანას ჩამოყალიბდა საქართველოში. ანუ ერთი და იგივეს, როდესაც ლაპარაკობს ცხინვალის ოკუპირებული რეგიონი, კობახიძე, პუტინი, ეს აჩვენებს იმას, რომ პუტინს გავლენა აქვს. ჩვენ რასაც ვისმენთ ბოლო დღეების განმავლობაში, ეს არის ღალატი ქართული ოცნების, როდესაც ის ახდენს საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილების რევიზიას, როდესაც ომის დანაშაულში ბრალსდებს საქართველოს წინა ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, ამას იყენებს სეპარატისტული რეჟიმი, თუმცა ჩვენ ბიძინა ივანიშვილისგან მოვისმინეთ, რომ ის უხდის ბოდიშს, მტერს, ოკუპანტს, სეპარატისტს და ამის არტიკულირებული
სიუჟეტი უკვე თბილისის ქუჩებში ვიხილეთ, როდესაც ქართული ოცნების ღია მხარდამჭერები ამბობენ ომის დღეებში დიდება პუტინს. ეს არის იმ ძიმე მოღალატეობრივი პოლიტიკის შედეგი, რომელსაც 14 წელი ატარებს ქართული ოცნება. წესით ირაკლი კობახიძემ ძალიან კარგად უნდა იცოდეს, რომ ერთი ქვეყნის სამხედრო ნაწილების მიერ მეორე ქვეყნის საზღვრის გადაკვეთა საერთაშორისო სამართალში ომის დაწყებას ნიშნავს. წესისთეს კობახიძემ კარგად უნდა იცოდეს, თუმცა მიუხედავად ამისა, მაინც საქართველოს პრეზიდენტს, ანუ საქართველოს ადანაშაულებს 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში. ირაკლი კობახიძის ამ განცხადებას ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი იყენებს იმისთვის, რომ საქართველოს დააკისროს პასუხისმგებლობა ომის დაწყებაში და კობახიძის ეს განცხადებები მათ შორის უგულვებელ ყოფს საერთაშორისო სასამართლოების ჰააგის და სტრასბურგის გადაწყვეტილებებს, რომლებშიც წერია, რომ ქართულ მხარეს ამ ომში არანაირი ბრალი მიუძღვის.